უკრაინელი ახალგაზრდები მომავლის ბანაკს ემშვიდობებიან მოზარდებისთვის ანაკლიაში სპეციალური გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო. საქართველოს მთავრობის დადგენილებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაძარალებული უკრაინელი ახალგაზრდები მომავლის ბანაკში 2 კვირის წინ ჩამოიყვანა. 15-დღიანი პროგრამა მოზარდების რეაბილიტაციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ისახავდა მიზნად. სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავენ. უკრაინელი 130 მოზარდი ყავდა სტუმრად 2 კვირის განმავლობაში ძალიან კმაყოფილები დარჩენ, თქვენ ხედავთ რა ბედნიერები არიან. მათ ჰქონდათ საშუალება ზიარენ ისინი ქართულ კულტურას, გაიგეს ქართული ტრადიციების შესახებ მრავალი რამ, დაუმეგობრდნენ ქართველებს და რაც თავარი ერთმანეთს დაუმეგობრდნენ და ბედნიერები ბრუნდებიან სამშობლოში. ყველა ანტიტერორისტული ზონიდან ვართ ჩამოგვიყვანეს, რომ დავისვენოთ, რადგან უკრაინაში ძალიან მძიმე სიტუაციაა. უფროსებზე მეტად ბავშვებს გვიჭირს უკრაინაში ყოფნა. ახლა ვიმყოფებით ბანაკში, სადაც ძალიან კარგად ვართ. ვერ წარმოგვედგინათ თუ ასეთ ფილად შეხვდებოდნენ. აქ გვასწავლიან ქართულ ენას, ქართულ ცეკვას. ძალიან მოგწონს ამ ბანაკში და გვინდა რომ აქ კიდევ ჩამოვიდეთ.